საქართველოში სახელმწიფო რელიგიის 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ყოლად უსამხდელოს ექვთიმეს ლოცვა-კურთხევით მუნიციპალიტეტში მოღვაწეს სასულიერო პირებმა გურჯაანი და მიმდებარე სოფლები აკურთხეს. სადღესასწაულო მსვლელობა გურჯაანის წმინდა საუნდის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. საპატრიარქო მთავრობა, ცენტრალური მთავრობა და ჩვენი ეპარქიაც მეუფე ექვთიმეს ლოცვა-კურთხევი და ჩვენი ეპარქიის მმართველი ორგანოები, მერია და საკრებულო გვერდში დაგვიდნენ მათი თანადგომით მოხდა გურჯაანის და გურჯაანის მიმდებარე ტერიტორიების კურთხევა, სოფელი ძირკოკი, ჭანდარი, კოტეხი და შემდეგი ზემო გურჯაანი. საოცარი სიხარული, საოცარი მადლი, საოცარი წყალობა მოიღო უფალმა ჩვენი გაქრისტიანებით, ჩვენი კურთხევისთვის, წილხდომილობისთვის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მაცხოვრის კვართისთვის, ელიას ხალენისთვის და აი ეს ყველაფერი, ესე ვთქვათ, ერთგვარი ქადაგებაც იყო, ერთგვარი კურთხევაც იყო, ერთგვარი ლოცვა-კურთხევა იყო მისი უწმინდესობის მიტანილი თითოეულ ოჯახამდე, გულამდე, რომ კურთხევა და მადლი არ მოაკლდეს ჩვენს გურჯაანს, ჩვენს ეპარქიას, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ამინ. მეუფე ექვთიმეს ლეჟავას კურთხევით ამ ესე იგი წელთან დაკავშირებით, საიუბილეო წელთან დაკავშირებით დაიწყო ეპარქიის კურთხევა მთელი ეპარქიისა. მაგალითად დღეს ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ქალაქ გურჯაანის კურთხევისა და მისი შემოგარენების სოფლებისა. ასე დაგეგმილი არის, მე პირადად ზემო კაჭეთში მსახურობ, მახარაძე ერქვა და არის 5 ივნისარი კი დაგეგმილი, ესე იგი ჩვენი სოფლების კურთხევა და ესე გადაეციმა მე კიდე სხვადასხვა სოფლებს და რა არის აუცილებელი ამ დროს, აი როგორც თქვი, რომ ხალხი იყოს ჩართული ამაში. ხალხი იყოს ჩართული რისთვის? ჩვენ გაეკლესიურებაში, ანუ ჩვენი ერი უნდა გაეკლესიურდეს და ესე იგი ქრისტიანაზე რაღაცნაირად უნდა მოვიქცეთ თავიდან, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩვენი რაღაცნაირად გაქრისტიანება დაიწყო ანდიაპოსტებულმა ნინომ აღასრულა, განასრულა, მაგრამ ეს მუდმივი პროცესია და მეთქმა დააგნოსოთ, გაგახაროთ, მეთქმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და გააერთიანოს და სიყვარულის ძალა მოგცეს და შემძლეობა. სასიხარულოა ჩემთვის, რომ დღეს მე თქვენთან ერთად, გურჯაანელებთან ერთად ვესწრები ამ მნიშვნელოვან და მადლიან ღონისძიებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის კურთხევას, ჩვენი ქალაქის კურთხევა თითოეული ჩვენთაგანისთვის აქვს ძალიან დიდი დატვირთვა, უმნიშვნელოვანესი დატვირთვა. ეს არის ლოცვა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ჩვენი მომავლისა და კეთილდღეობისთვის. მე მჯერა, რომ უფლის წყალობითა და მადლით ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობა ჩვენი ეპარქიის მეუფეს, სასულიერო პირებს, მათი ლოცვითა და მსახურებით უდიდესი ფუძე და ძალა ეძლევათ ჩვენს მორწმუნე საზოგადოებას.